მოგესალმებით, რა გითხრათ, რით გაგახაროთ პოდკასტი. მეორე ეპიზოდში დღეს ჩვენი სტუმარი არის სანდრო კაკაბაძე. დიდი მადლობა მოწვევისთვის. სანდრო კაკაბაძე არის ერთ-ერთი ასე ყველაზე ჩართული, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, გაეროს მოდელირებებში. იქნება თეორიის სიტყვა გითხრათ თქვენს გამოცდილებაზე და ასე შემდეგ. გაეროში? ხო. მე სანდრო გამარჯობა, ჩემი სახელია სანდრო. ახლა ვსწავლობ გიუზალსენშუის ამერიკულ აკადემიაში და ჩემი ძირითადი გამოცდილება სხვათა შორის მაქედან მოდის. გაეროს კლუბი გვაქვს სკოლაში უკვე 10 წელია და აქედან გამომდინარე, რა ვიცი, ბევრი გამოგვიწევს ხოლმე წასვლა. ყოფილ ვართ საინტერესო ამსტერდამში, ნიუ-იორკში და ანუ მე სადაც ყოფილ ვარ და ყველაზე საინტერესო რაც იყო ეგვიპტეში. ეგვიპტეში ძალიან მაგარი იყო. მე შეგვიძლია. ხო და აი საერთოდ რამ დაგაინტერესა გაეროს მოდელირებებით, ან საერთოდ პოლიტიკით, ისტორიით. საერთოდ დაიწყო. ხო, საერთოდ ისტორიით დამაინტერესა, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ალბათ ლეგოებმა რა თავის დროზე. იმიტომ რომ აი stop motion რასაც ქვია, ასეთ ვიდეოებს უყურებდი ხოლმე და ნელ-ნელა ის ანუ გადავედი საბრძოლო ვიდეოებზე. აი რაღაცა ბრძოლის სიმის რო არის ლეგოს ვერსია ბრძოლის და ნელ-ნელა კითხვებიც გამოჩნდა რომ საერთოდ ეს რა ბრძოლა იყო და მე ნელ-ნელა გადავედი ისტორიაში და ისტორიაში ძალიან დამეხმარა აი ამ გადასვლაში ჩემი მასწავლებელი იმდროინდელი და მე მოგვიანებითაც დიმიტრი სილაკაძე რომელიც ასევე ცნობილია. აი პირველი ისტორიული რაღაც მოვლენა ბრძოლა ან ომი ან რაღაც რა იყო რა? მეორე მსოფლიო მეორე მსოფლიო ომი კონკრეტულად რამე ბრძოლა არის ან ისეთი თემა რაც რამაც დაგაინტერესა მეორე მსოფლიო ომში? კი. მეორე მსოფლიო ომში პირველ რიგში ძალიან დამაინტერესა ბლიცკრიგამ და ძალიან დამაინტერესა Battle of Britain რასაც ქვია, აი საჰაერო ბრძოლა რაც იყო ბრიტანეთის თავზე. და მე ამ ახლა რაღაცას ვიცნობ, ვინც ახლა მაგალითად მეორე მსოფლიო ომზე აინტერესებს უყვარს მეორე მსოფლიო ომი, ჰიტლერს გაიგებენ, უხარიათ და მეტი არ იციან და აღარ მიდიან და აი რატო გადაწყვიტე რომ 20 მეტი გესწავლა და მე ასე შემდეგ. მეორე მსოფლიო ომზე? მეორე მსოფლიო ომი თქო დაიწყო და მე რატო ოკეი. იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომს რომ სწავლობ თუ სწორად სწავლობ ალბათ და ჩემი აზრით ალბათ დაბრუნდები პირველ მსოფლიო ომამდე. თუ პირველ მსოფლიო ომამდე დაბრუნდები, მე გიწევს დაბრუნება ნაპოლეონის ერამდე და მე უკან და რაღაც მომენტში დაინტერესდები რომაული ისტორიით და რომაული ისტორიით რა დაინტერესდები მე უკან წასვლა. დაახლოებით რამ ხდება იყავი რომ ეს მეორე მსოფლიო ომი? მეორე მსოფლიო ომი შედარებით ადრიან ასაკში ალბათ 7-8 რაღაც მასე და უბრალოდ ბრძოლა და ის რომ მაინტერესებდა მაგედან თორემ მე დეტალები და აი მეტის გაგება და ლოჯისტიკა და გენერლები და პოლიტიკა იმ დროინდელი და ნარატივები ასე შემდეგ ეს მე მოგვიანებით 10-12 რაღაც მასეთას ასაკში. მაგრამ ანუ ახლა დაახლოებით მე როგორ ისე მაქვს რომ გამოცდილება რომ ახლა სულ თავიდან oversimplified-ით დამაინტერესა ეს ყველაფერი რა და უბრალოდ საქმე იმაშია რომ ესე უკან მოდიოდი, ხო მივედი რა რაღაც პერიოდამდე და წინ აღარ მივდიოდი. ანუ მე შინოდა რომ პოლიტიკა ბინძური საქმე იყო და ამის გამო აღარ მინდოდა წინ წასვლა. იმის გამო ვიცოდი რომ ცოტა უფრო მეგვიან მივხვდი, მაგრამ ის რომ პოლიტიკა არის დღევანდელი ისტორია. ხო და აი შენ რამ წაგიყვანა ასე წინ ანუ შენ ხო თქვი ახლა უკან წასვლაზე და აი ესე წინ როდის წახვედი როდის პირდაპირ პოლიტიკაში ჩაერთ? პირდაპირ ჯერ არ ვარ ახლა ხო და არც ინტერესის დონეზე ვარ კი საინტერესო ეს ზუსტი მომენტი არ ვიცი რა რაღაც მომენტში მივხვდი ზუსტად მაგას რომ ისტორია არ არის რაღაც რაც იყო, ანუ აი ყოველთვის მიყვარს ხოლმე ამის მაგალითის მოყვანა ჩვენს გაეროს მასწავლებელს და საერთოდ ისტორიის მასწავლებელს ქეთისურვას ოთახში უყიდიათ ერთი ასე ვთქვა ნახატი რაღაც აბსტრაქტული და ზედა წერია history is not was, it is. და აზრი ისდევს რომ მე რაც გამოვიდა იმიტომ რომ ერთი რომ დაღლილი რო ვიყავს მაგას უყურებდი ხოლმე და რაღაც მომენტში დამაფიქრა რა წერია საერთოდ ის აზრი არის რომ ისტორია არ არის რაღაც წარსულში მოვლენები ეს მოვლენები წარსულში არის დღევანდელი აწმყო აი რაღაცები მეორდება იმ დღევანდელი პოლიტიკა იქნება ხვალისთვის ისტორია ხო რაღაც და მაგიდან გამომდინარე
და დაახლოებით ანუ მე მაინტერესებდა თან რამხელა იყავი და აი უცებ უფრო რავი, ასაკი ზუსტად არ მახსოვს. 12-ის მერე. ხო, ანუ რამე თანის მოლინას ვარ იყო თქვა, ხო, უცებ მაგალითად ძალიან ბევრი ეს ისტორიიდან გერშია დაინტერესდა პოლიტიკით. აი მაგალითად პროტესტები და რაღაცები რო დაიწყო, მე ჩაერთო. არა, პროტესტები არა. მანამდე მაინტერესებდა ერთ პერიოდი ამერიკის ისტორია და ნუ მაგით ვიყავ, მაგრამ აქტიურად როდესაც მივხვდი რომ რაღაც პოლიტიკა მნიშვნელოვანია და რომ და ამას დეტალურად გავუყვე და არა რაღაც ისეთ ხაზით რომ რაღაც ამერიკა ეს არის და სტერეოტიპული რაც არის ხომ ხშირად რომ ზედაპირული ცოდნა, არის უფრო მოგვიანებით, რავი, 14 წლის. ხო და მათ შემთხვევაში ახლა თან მე როგორც ვიცი შენ უკვე იმდენად დაინტერესდი ამ პოლიტიკით დღეს რომ ისტორიითაც რომ სტატიასაც კი წერ იმაზე თორსები საქართველოს დამოუკიდებლობის წლებზე 1918 წელს სამხედრო რეფორმებზე მე ამ სამხედრო რეფორმებზე როგორ საიდან შევოლობ ინფორმაციას ან უცებ რატომ მაინც სამხედრო რეფორმები სამხედრო რეფორმები იმიტომ რომ მინდოდა მეჩვენებინა ის უზარმაზარი შრომა რაც თუნდაც რაღაც ნაწილმა კონკრეტულმა ნაწილმა სამხედრო ძალებმა ჩადეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მინდოდა მეჩვენებინა რეალობა არ მინდოდა გაზიადება და ვცდილობ რომ არ გავაზიადო არავითარ შემთხვევაში და ნუ დემოკრატიული რესპუბლიკა იმიტომ რომ ეს უნდა იყოს ალბათ ჩვენი იდეოლოგიური ფუნდამენტი დღემდეც რომ ჩვენ დავიმსგავსოთ იმ თავისუფალ დემოკრატიას რაც იმ დროს გქონდა ალბათ რავი ყოველთვის მაგისკენ მქონდა ალუზიები და ნუ იმიტომ რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ანუ რეალური ერთობლივი დამოუკიდებლობა აი ამ პირველ რესპუბლიკას თუ არ ჩავთვლით იმდენად დიდი ხნის წინანდელია რომ ერთად რო საქართველო იყო რომ უკვე რთულია მან რაღაც რეალურის გქონდეს რა ქვია ალუზიან სახელმწიფო მაგაზე დაამყარო ან რაღაც ანუ ფუნდამენტი ალბათ მაინც პირველი რესპუბლიკის ის უნდა იყოს მუშაობა და თავისუფლება ხო, მაგრამ ანუ ახლა მე მაგალითად ძალიან ბევრისგან გამიგია რომ ეს სოციალ-დემოკრატიული მთავრობა რო ყავდა იყო ძალიან სუსტი. კი ბატონო. კი, იყო, ნამდვილად იყო სუსტი. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე, ნუ ალბათ ყველაზე სუსტი რაც შეიძლება ყოფილიყო. და რაღაც მინუსებიც ჰქონდათ სერიოზული არაეროვნულობა ნამდვილად სწორი არის რომ არ იყვნენ ეროვნული მოძრაობა და არც იბრალებდნენ რომ რაღაც ეროვნულები ვართ რაღაც მომენტში შეიძლება მე გადააკეთეს ეს ნარატივა და ცოტა აი რუსეთს რო ვეწოდით უკვე მაგ დროს სერიოზული ნაციონალისტური ხაზი ჰქონდათ არჩეული თუნდაც საქართველოს თავდაცვაში რომ საქართველოს უნდა დავიცოთ და ასე შემდეგ მაგრამ ნუ იდეოლოგიურად სოციალისტები და ხალხი რომელიც იყო ნაწილობრივ ზოგიერთი მარქსისტი ხო ფიზიკურად ვერ იქნება და იდეაში თუ მიყვება თავის იდეოლოგიას ვერ იქნება იმდენად ეროვნული რამდენადაც ნაციონალისტები მაგრამ ეგ ხომ არ არის მთავარი ჩვენ გვყავდა სუსტი მთავრობა მაგრამ გვქონდა დემოკრატია და ეს დემოკრატია ანუ მართლა იყო დემოკრატია ხო ეგ მაგრამ საქმე იმაშია რომ ახლა რამდენად იყო იმ მომენტში ეს დემოკრატია როცა ნუ კი მაგ დროს როგორი ორი პარტია იყო ხო მთავარი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტია სხვა პარტიებიც იყო ნუ მთავარი ახლა დიდ მასშტაბიანი იყო ეროვნულ-დემოკრატიული და სოციალ-დემოკრატიული და ახლა სოციალ-დემოკრატიული პარტია მოვიდა როგორც ასე იმ მომენტში იყო აი ხო მე როგორც ვიცი მენშევიკებიდან იყო ხო ზამენდები წამოსული და თან უკვე გავლენა ჰქონდათ და ასევე ისე აი მომენტში როცა გამოცდილება არ ჰქონდა ხალხის დემოკრატიის ბევრისგან გამიგია რომ ამის გამო მათი თქმული სიტყვები ძალიან კარგად მოქმედებდა ხალხზე რომ აი მაგალითად მოახდენენ ქონების გადანაწილებას რაღაცა მიწას ჩამოართმევენ ფეოდალს და გადანაწილებენ ხო რა თქმა უნდა მინუსები რა თქმა უნდა იყო და არჩევნებშიც გამოიხატა ეს და მე დიდად არ ვიჭერ ხოლმე ისეთ სახელმწიფოს სადაც შეიძლება 90 და რაღაც პროცენტი აიღოს ერთმა პარტიამ იმიტომ რომ ნუ არ არის სწორი ჩემი აზრით ანუ რაღაც მომენტში checks and balances უნდა დავიჭიროთ
მაგრამ აი რომ შეხედო იმ კონსტიტუციას რაც მიიღეს, რომ შეხედო იმ შრომას რაც ჩაიდო ანუ ამ რესპუბლიკაში მე არ ვამბობ იმ სახელმწიფოში, იმიტომ რომ სახელმწიფოში ძალიან ბევრი მინუსი იყო და არ იყო მთლად კარგი სახელმწიფო, ხო? მაგრამ ანუ რა უნდა მოხდაიყო? იყო 1919 წლები, ხო? როდესაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეთ, მე როდესაც დამფუძნებელი კრება შეიკრიბა ჩატარდა მე არჩევნები, ეს არის პერიოდი, როდესაც კომუნიზმი და საერთოდ სოციალიზმი ძალიან პოპულარული ხდება და განსაკუთრებით ანუ იმაში რა ქვია კომუნისტური რუსეთის იმპერიაში. ხო, მაგრამ მაგალითად ახლა კი შეიძლება რუსეთის იმპერიაში იყო, მაგრამ აი ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში და ხო, მაგათ ისტორია ჰქონდათ, იმხელა ანუ უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ არ არის რა ისტორიული პარალელი, იმიტომ რომ ბალტიურ ქვეყნებს სულ სხვანაირი ისტორია ჰქონდათ მაგ ჩემი აზრით. ხო და მაშინ ახლა უბრალოდ ბევრისგან მომისმენია პოლიტიკაზე ეს რომ აი პოლიტიკური შეცდომების გამო ამ პოლიტიკოსები როდენ სამხედრო თემებში ამ დროს და მაგიტო მაგალითად მომისმენია ერთ-ერთი მაგალითი რომ აზერბაიჯანიდან იყო რომელიღაც თანამდებობის პირი ჩამოსული საქართველოში, რომელმაც მის ინფორმაცია გადაწყვეტა ჟორდანიას რომ რუსეთის ძალას მასაპირებდა და ჟორდანია ამაზე არაფერი არ გააკეთა, რადგან ნეიტრალიტეტის ფაქტი ქონდა რუსეთთან გაფორმებული. და ანუ იყო ესეთი და მაგის გარდა ასევე კვინიტაძის რომ კვინიტაძე რამდენჯერ მოხსნეს თავიდან დანიშნეს და ასე შემდეგ, ხო, პოლიტიკური მიზნების გამო. და რამდენად ანუ და ახლა შენი აზრით სწორი იყო რომ ეს ჩარევა ან მე რა თქმა უნდა არ ვუჭერ პოლიტიკურ ჩარევებს სამხედრო საქმიანობაში, მასთვის რაღაცა გამიგებას მინიმალურ დონეზე სამხედრო ოპერაციების და ვიცი რომ ხო ძირითადად არ გამოდის ხოლმე სწორი თუ თვითონ მმართველი გენერალი არ არის და რა თქმა უნდა არასწორი იყო, ძალიან ბევრი არასწორი იყო. ძალიან ბევრი რამ გააკეთეს არასწორად. მაგალითად თავდაცვის მინისტრი ყოველთვის იყო პოლიტიკური ფიგურა, არასდროს არ ყოფილა სამხედრო ფიგურა. რა თქმა უნდა, არ ოფიციალურად, ამავდროულად თავდაცვის მინისტრის მოადგილე ყოველთვის იყო სამხედრო ფიგურა და ის აკეთებდა რეალურად ბევრ საქმეს, მაგრამ ფინანსური საკითხები, მართვა ძირითადი, ასე შემდეგ, ესება რა სოციალ-დემოკრატს ყოველთვის რა. პრობლემა იყო ეს, ძალიან დიდი პრობლემა იყო თან იმ მხრივ რომ შეიძლება დიდად, რა თქმა უნდა, იყო პრობლემები და სისტემატიური პრობლემები თვითონ სამინისტროებში, მაგრამ სამინისტროებზე მეტად სენტიმენტს თესავდა უფრო უარეს და სამხედროს ანუ რეგულარულ ჯარს შორის და გვარდიას შორის დამატებით იმას იწვევდა შეჯიბრს და ზიზღს. მაგრამ ახლა თვითონ კაი სოციალ-დემოკრატები გავიგეთ ცოტა ისეთები იყო სუსტები, მაგრამ თვითონ სამხედრო როგორი იყო და თვითონაც ხოევალებად თუ არა რომ ცოტა იცოდნენ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკება, მოგვარება და ასე შემდეგ. კვინტაძეს და ამაზეაშვილს და ზოგადად რა ხო? კი, მაგრამ რომ გადავხედოთ სიტუაციას და არა მარტო 1921 წლის სიტუაციას, რომ გადავხედოთ 18, 19, 20, ანუ მიყოლებით ყველა წლის სიტუაციას, ყოველ წელს კატასტროფა ხდებოდა, ანუ რაღაც მხრივ ომის თვალსაზრისით, ანუ ყოველთვის ომში ვიყავით რომელიღაც ფრონტზე. ამიტომაც რთულია რომ არ დაუჯერო სამხედრო სარდლობას და რთულია რომ სამხედრო სარდლობა აქეთ დიპლომატიაზე გადმოვიდეს შენთან, როდესაც ისინი ცდილობენ, ანუ როდესაც მაგალითად სომხეთს თბილისამდე უნდა აღება, გორამდე საერთოდ ტერიტორიის და როდესაც მე ვთქვათ საბჭოთა კავშირი გიტევს, როდესაც ამასობაში დენიკინი გიტევს, როდესაც მანდამდე ოსმალები გიტევდნენ, ანუ რავი, ამ მომენტში ალბათ ჯობია რომ დიპლომატია და ეს კარგი გრძნობები და რაღაცა საერთოდ დაივიწყოს პოლიტიკურმა კლასმა და დაგიჯეროს ცოტა ხანი რა. და მაგ შემთხვევაში აი თვითონ სამხედრო რეფორმები ხო გატარდა რამდენიმე და ეგენი რომ როგორ იყო თან გერმანელების დახმარებით იყო ხო ამიტომ კი, რამოდენიმე. გერმანელებს ცოტა ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხოლმე, ან საერთოდ უცხოელებს ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხოლმე ამ რეფორმებში.
რეფორმის ორი ეტაპი იყო ძირითადად. პირველი ეტაპი ამბობდა რომ უნდა ყოფილიყო ორი დივიზია, მანამდე რუსეთის იმპერიაში 3 იქნებოდა, მაგრამ მე 2-ზე გადაკეთდა და ეს დივიზიები, არ ფუნქციონირებდა წესიერ, სერიოზული პრობლემა იყო ჯარისკაცების რაოდენობის, ნაკლებობა იყო, დეზერტირობა იყო და დეზერტირობა დარჩა დიდ პრობლემად რესპუბლიკის დასრულებამდე, აი 21 წელსაც. და ეს გეგმა უბრალოდ ვერ შედგა, ამიტომაც ერთ დივიზიან სისტემაზე გადავედით. თავისი ერთი დივიზია გვეყოლებოდა ქვეითი, გვეყოლებოდა საარტილერიო ბატარეა, არ ვიცი ზუსტად ახლა მახსოვს ბრიგადის ზომის დაახლოებით ჩვენთვის, ანუ ეს ცალკე იქნებოდა და პლუს გვეყოლებოდა რაღაც ლიმიტირებული ცხენოსნების რაზმი. ამან გამართლა თუ ისე, იმის მიხედავთ რომ რა თქმა უნდა პრობლემები იყო ჯარისკაცების რაოდენობაში აქაც კი და ამას აი ამ პრობლემებს ცდილობდნენ სხვადასხვა მეთოდებით რომ აღმოეპყრათ. პირველ რიგში მაგალითად ცოტა ჩავეძიები ამ საკითხს, იმიტომ რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემი აზრით. პირველ რიგში რაც გააკეთეს იყო ცოტა მენტალიტეტის შეცვლა, იმიტომ რომ რუსეთის იმპერიაში მსახურობა იყო იგივე რაღაც აი ცხოვრების აი ციხეში წასვლა ფაქტობრივად. იმიტომ რომ პირობები ქონდა საშინელი, ქართველებს აგზავნიდნენ ყველგან კლიმატის მიუხედავად, რამდენიმე წერილი არსებობს, მრავალი წერილი არსებობს, რომ ეუბნებიან ქართველები, რომ უბრალოდ აქ პირობები არ არის ჩვენთვის, ჩვენ არ ვართ გაზრდილი ასეთ ჭდილაერას ამ სიცივეში რომ ვიომოთ, ან საერთოდ რომ რამენერად სამხედრო საქმიანობა შევასრულოთ და გადაგვაგზავნეთ და დაავადების უფრო მაღალი პროცენტი ჰქონდათ ქართველებს რაღაც რეგიონებში. მაგრამ რუსეთს არ აინტერესებდა ეს, სხვა შორის ეს გაწევა, მინდა მაყურებელს შევახსენო, არის გეორგიევსკის ტრაქტატის კიდევ ერთი დაავადება, რაც გეორგიევსკის ტრაქტატში კონკრეტულად ეწერა, რომ არ შეიძლება ქართველების გაწევა და სხვა სამსახურში შართვა და ასე შემდეგ. რაც გააკეთეს იყო ეს მენტალიტეტის შეცვალეს, ცადეს რომ ბრენდირება ყოფილიყო რომ საქართველოს იცავდი, დაამატეს სამობილიზაციო პუნქტები მთლიანი საქართველოს მასშტაბით, უნდა მომხდარიყო რეგიონალურად მობილიზაცია, იქაურები გააკეთებდნენ, არ უნდა ყოფილიყო რაღაც სახელმწიფო მოდის და რაღაც ეგეთი სტრუქტურა და ცადეს დეზერტირობის პრობლემის აღმოფხვრა სხვადასხვა მეთოდებით, იყო საშინელი პირობები იყო სანგრებში მეთქიმებში, ყაზარმებში, მაგალითად თბილისის მთავარ ყაზარმას ჰქონდა ერთი ბუხარი, რომელიც მთლიან შენობას ათბობდა, მაგრამ რეალურად ვერ ათბობდა. თითქმის ყველა სხვა ყაზარმას, უბრალოდ თითქმის არც ერთ ყაზარმას სხვას არ ჰქონდა არანაირი მასწავლებელი ტექნიკა, ბუხარი თუ რაც ქვია, არც ზოგჯერ საწოლები არ იყო და თივაზე უწევდა ხალხს ძილი, ასეთი პრობლემები იყო და ამას ფინანსური მიზეზების გამო ვერ მოელიან. მაგრამ ოფიცრების მენტალიტეტს მოელიან და ცადეს რომ ოფიცრები უფრო მიმღები ხალხი გაეხადა, ოფიცრები იყვნენ მეტად მკაცრები. მაგრამ დეზერტირობაზე ძალიან საინტერესო ის არის, რომ ერთ-ერთი მეთოდი იყო დეზერტირი თუ გაიქცეოდა, მამამისს მიაკითხავდნენ ხოლმე და ტყვედ აიყვანდნენ და სანამ ის არ დაბრუნდებოდა, მამამისს არ უშვებდნენ, რაც გავრცელებული პრაქტიკა იყო დემოკრატიული რესპუბლიკის დროს. გავუცოთ. და ეროვნული გვარდიაც ხო ერთ-ერთი სამხედრო რეფორმა იყო თუ უფრო პოლიტიკური იყო იქ? ორივე. სამხედროც იყო, პოლიტიკურიც იყო, მაგრამ ეროვნულ გვარდიას თავის დროზე რაღაც ძალა, თავის დროზე არ ისე მთელი რესპუბლიკის არსებობის დროს ძალა გააჩნდა. განსაკუთრებით კარგი ძალა გააჩნდა ჯავშანმატარებლების რაზმებში. და ჯავშანმატარებლების რაზმები სერიოზულად მუშაობდნენ სომხეთთან ომში, მართალია დავკარგეთ მან რამოდენიმე 1921 წლის ომში სერიოზულად მუშაობდნენ, მანამდე დენიკინთან ზუსტად
არ მახსოვს, მაგრამ ეს საბჭოთა პირველი საბჭოთა ომის დროსაც კარგად მოშალა. ანუ სერიოზული დამსახურება მიიღეს, იმიტომ რომ კვინიტაძე მადლობას უხდიდა კონკრეტულად მატარებლების მეთაურებს და თან ეს იმდენად იშვიათი რამე იყო, რომ ამიტომ აღნიშნავ რა, ძალიან იშვიათი რამე იყო, რომ კვინიტაძეს ეროვნულ გვარდიაზე რამე კარგი ეთქვა. ხო, იგი ლოგიკურია, ხა ეროვნული გვარდია მაინც ის იყო, ხო, ახლა უცებ ადამიანი მიდიოდა თან ჯარში, არა ყველანაირი ტრენინგის გარდა. ეროვნული გვარდია სხვათა შორის ძალიან უშლიდა ხოლმე ხელს მობილიზაციას. რაღაც მომენტებში ეროვნული გვარდია ეუბნებოდა ხალხს, რომ ჩვენთან წამოდით და მობილიზაცია არ მოგიწევთ. ეროვნული გვარდიას ავდა რაზმები და ჯარი, რეგულარული ჯარი ესე რჩებოდა რა, ამიტომაც სერიოზული დაპირისპირება იყო მან. ეგ ისეთი საკითხია, რაზეც თვითონ ნოე ჟორდანიამაც და ვალერი ჯუღელმაც ორივე იგივე დასკვნა რაღაც მომენტში გამოიტანეს, რომ ერთი სამხედრო ძალები უნდა ყოფილიყო რა. თავიდან ის იმაზე ღელავდნენ, რომ გერმანული გადატრიალება მოხდებოდა და რაღაც წერილებიც გვაქვს კონგრესისგან, რომ თქვენ იცით რაც უნდა გააკეთოთ, ეს ეგუნება ეროვნულ დემოკრატებს, ჩვენ ვერ დაგეხმარებით, რადგან ჩვენ სანამ თქვენ არ გადაატრიალებთ სახელმწიფოს, ანუ სანამ თქვენ არ გააკეთებთ იმას, რაც უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ თქვენ ჩვენ ოფიციალურად საქართველოსთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება და ეს შიდა პოლიტიკაში ჩართვა იქნება და ამიტომაც ალბათ ეგეთი რაღაცების ხმა გავარდა და ამაზეც ნერვიულობდნენ ესენი სოციალ-დემოკრატები. და საუკეთესო შენი ფავორიტი გენერალი ვინ იქნებოდა აი ამ პერიოდში საქართველოში? კვინიტაძე? რატომ მას მახსოვს იქამდე ამბობდი? არა, ეგ მე ვთქვი პიროვნების თვალსაზრისით. არა, ანუ ვიცი როგორ საინტერესო არ ვკითხულობ პირველ წყაროებს, საკმაოდ საინტერესო ხალხი ხდება იმ თვალსაზრისით, რომ აი იგივეს რო დაუბრუნდე, ისტორია არის და ანუ ისეთი პერსონაჟები ხდება, რაც შეიძლება დღევანდელობაში შეამჩნია, ანუ ხშირად ამას წაიკითხავ რაღაცას და მიხვდები დაახლოებით როგორი ტიპი იყო, თან დღიური თუ არიან რაღაც ჩანაწერები ან რაღაცა ისეთი გამონათქვამი რომ გავანადგურეთ რაღაც მომენტში ან ანუ უგებ როგორი ადამიანია და მე აქედან გამომდინარე შეიძლება სადმე მეგობარშიც კი შეამჩნიო ესეთი ისები. ხო და ახლა მაგალითად მე ჯუღელზე არ ვიცოდი სერიოზულად არაფერი. პირველად გავიგე Hearts of Iron-ში კაიზერ-აიხის სერიოზულად. მან ძალიან ბევრი რაღაც იყო საქართველოს მითითებული და შენთანაც ხო არ ქონდა რამე წვლილი შეტანილი მაგ თამაშის. ხო 4-ს. ხო 4-ს თამაშობ. ახლა ვარ საზოგადოების წევრი. სამწუხაროდ. მე არ ამირჩევია ეს. ხო არა. არა, მე დავინტერესდი. Hearts of Iron-ში მე დავინტერესდი, მაგრამ ძალიან უცნაური ისე რომ რაღაც ისეთ მოვლენებზე იგებ Hearts of Iron-ში, რომ თუნდაც ისტორია კარგად იცოდე, რაღაც მომენტში შეიძლება გამოგეპაროს რა. სოფლიო ივენთები რო არის ხოლმე, შეიძლება სამხრეთ ამერიკაზე აზზე არ იყო რა ხდებოდა სამხრეთ ამერიკაში, მე ხო 4-ს თამაშობ. და მე საინტერესო ივენთი თუ გახსოვს ისეთი. რაც მაკედან გაიგე, რაც ძალიან უცნაური, რაც ისე არ გეცოდინებოდა. ზუსტად და ის რომ ერჰარტი მას ჯარში შეწრეს თბილობდა, ეგ არც ვიცოდი. ეგაც მე ვიცი. წესით არის მე მგონი, თუ რამე ამოვჭრათ ხალხმა, იმიტომ რომ არ მინდა რომ შევერცხოთ. მინდა გადავამოწმო. მე გადავამოწმოთ ეგ. არა, ეგეთი ივენთი არის, რომ ერჰარტი იმაშია, მაგრამ ეგ ზუსტად არ ვიცი მართალია თუ არა რა, მაგრამ როგორც ვიცი, რაღაცა სიმპათიები ქონდა და რაღაც იმაზე ფიქრობდა, არ ვიცი. ეგეც Reddit-დან წაკითხული საკითხია და Reddit-ი არ არის ხოლმე სანდო, ანუ მაგ ხრი. ისეთი საინტერესო ისინი არის ხოლმე ივენთები აი იუგოსლავიაზე და რაღაცები და ბალკანეთში რაც ხდება ხოლმე აი Treaty of Tyrion და რაღაცების Revoking და ნუ ეგ ხო ბალკანეთის იმაზე ეცან გამიკვირდა, მაგრამ ისა შენ ახლა
მან ახლა მაინც არც ხარენს თავის სტრატეგია ხო სამხედრო. კი და ბატონო. როგორც ვიცი, ახლა რო დაატარებთ იმას, თქვენ თქვენ რატომ მთელი გუნდი გყავთ ზალსტაინში არის მოდელებს კომიტეტიც კი გაქვთ და სამხედრო ომი წავა მანდ. ხო. კი, ვაპირებთ ახლა ვაკეთებთ კაუმუნს მეორე ეს არის მეორე ვერსია თუ რაც ქვია მაგას. მეორე ჯერია უკვე. ეს გახდება კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდი და მანდ კი გვაქვს ბევრი უცნაური კომიტეტი გვაქვს, კრიზისები გვაქვს, ისტორიული კრიზისი გვაქვს, რა თქმა უნდა, ყოველ საათში აქ ესეც ცვლილებები იქნება და ასე შემდეგ. კიდევ გვაქვს ICJS-ის რაღაც ასეთი კომიტეტები გვაქვს საინტერესო, მაგრამ ჩემთვის მაინც ხო მე დირექტორი ვარ მანდ ერთ-ერთი მისი კომიტეტის გვექნება საომარი სიმულაცია რაც ნიშნავს რომ აი ერთ ოთახში იქნება ერთი გენერალთა გუნდი, მეორე ოთახში მეორე გენერალთა გუნდი, მათ კონტაქტი ერთმანეთთან არ იქნებათ, ერთადერთი კონტაქტი იქნებათ რუკასთან და command room-თან, რომელიც იქნებით ჩვენ, გაცემენ ბრძანებებს, იქნება მძრობა სამხედრო ნაწილების, შემდეგ შეტაკებები, ომი და ნახოთ შეიძლება ერთ-ერთი სურპრიზიც იყოს. ხო, ზოგადად კონფიდენციალური ნამდვილად უნდა იყოს, მაგრამ ანუ კაი ახლა საერთოდ როგორ დაიწყეთ, აი საიდან წამოვიდა ეს იდეა, 10 წელია გაქვთ, ხო ისა? ჩიჩპილის კაკეთების. არა, 10 წელია გაეროს მოდელირების კლუბი გაქვთ. კი. და უცებ კაპდა წელს თუ შარშენ გადაწყვიტეთ ჩატარება. ხო, დიდ მასშტაბიანზე. ალბათ ის იყო რომ ზურგი გაგვიმაგრა ჩვენმა მასწავლებელმა, ვინც უკვე ვახსენე ქეთის ტურუამ. გითხრა და ანუ როგორი სიტუაცია იყო ამსტერდამიდან მოვდიოდით და გაგვიჩნდა ის აზრი რომ არ არის რთული მოდელირების ორგანიზება, განსაკუთრებით როცა საერთაშორისოზე უკვე ყოფილხარ და როცა რაღაც გამოცდილება გაქვს და თან ჩვენ ყოველ ორშაბათს შეხვედრა გვაქვს და რაღაც ახალს ვსწავლობ და ერთმანეთს დებატების ხრიკებს ვასწავლით, ასე შემდეგ ლობირება, ასეთი ელემენტები, ამიტომაც ჩვენთვის არ იყო რა მთლად ახალი. და ვიფიქრეთ რომ მოდი გავაკეთოთ, ვცადოთ და ქეთის ტურუამ გაგვიმაგრა, ზურგი გითხრა რომ კი მე ბავშვებო სიმართლე გითხრათ, ამდენი ხანი მაგას ველოდებოდია რომ ინიციატივა გამოეჩინა ვინმეს და ანუ ამ ინიციატივის ხარჯზე პირველი მოდელირება ჩავატარეთ. სურვილი იყო, სურვილი რა. ხო, მაგრამ იდეა ახლა მაგალითად ეგ სურვილის დონეზე მეც მქონდა სურვილი რომ რაღაც საზოგადოებრივ რამდენიმე ბავშვთან კი შეკრებილი თქვენ ჯგუფით ქონდა რაღაც გაკეთებული, და საზოგადოებრივ ჩავუტარე, რაღაც ძალიან დიდ მასშტაბზე. მე კონფიდენციალურია, მაინც იმედები გვაქვს. ეს ვიცი მე. მაგრამ ალბათ მაგის განხორციელება ძალიან დიდი კითხვის ქვეშ არის, ხო და აი როგორ იდეა ერთია გასაგებია, იდეა მეც მქონდა, მაგრამ აი თავარი არის რომ უცებ საიდან დაიწყეთ მოქმედება და როგორ დაიწყეთ ეს ზუსტად ანუ ჩვენ შემთხვევაში პირიქით იყო რა. ჩვენ შემთხვევაში ზურგი მქონდა ყოველთვის ქეთემას რომ გვიმაგრებდა და იდეა იყო რაც იყო საჭირო. იდეა მოვიდა, ინიციატივა მოვიდა და რადგან დავინახეთ რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, პლუს ის რომ ჩვენ ინიციატივა იმდენად ანუ რაღაც იმდენად დიდი სურვილი მქონდა რომ რაღაც გაგვეკეთებინა, რაღაც გამოგვეჩინა რომ ჩვენ ცოტა ანუ ესეც შეგვიძლია ჩვენ და თან ჩვენ თვითონვე წაგვეყვანეთ ჩვენივე შერჩეული თემებით და რაღაც ასე შემდეგ, ანუ ჩვენ გემოზე გაგვეკეთებინა გაერო რომ მოხერხდა რა, ანუ იმდენად ბევრი ვიმუშავეთ მე რომ მოხერხდა. ოღონდ მარტივი არ იყო რა. ახლა ბევრ გაეროებს ხედავ ხოლმე, მაგრამ აი მაინც ჩვენ დროს ну, ერთი წლის წინ იყო მართალია, მაგრამ ერთი წლის წინ ჩავატარეთ, ну, რაღაც მასე 6 თვის წინ ჩავატარეთ თვითონ გაერო და მე მანამდე 6 თვე მინიმუმ ვემზადებოდით. და გვიწევდა ხალხთან სიარული და გვეთქვა რომ აი ეს არის გაეროს მოდელი რომ რაღაცა პერსონალურად ვართ ნაყოფი, მეგონი თითქოს ყველა სკოლაში რაც კი შეიძლება, ანუ ოღონდ დავადექით, იმიტომ რომ იმედებზე არ პასუხობდნენ და ძირითადად სკოლებში რომ მივდიოდით, უხსნიდით ასე შემდეგ ვეუბნებოდით რას ვაკეთებთ, ზოგიერთს ქონდა პასუხი რომ დირექტორმა მოგწეროს
ანუ ეს იყო რაღაც საშინელება რომ ანუ ამხელა აგიხსენით და დირექტორმა მოუწეროს რაღაც გჭირდება და ზოგიერთის პასუხი იყო რომ ნახავთ და მე არანაირი კონტაქტის გამართმევა და ანუ ხვდები რომ არ ნახავენ ესენი არავით არ შეთხო ნუ მამუკა ხაზარაძე სხვა მოუთხოვიათ დირექტორი თუ არ ყოფნით მამუკა მსოფლიოს შორის დატოვა სკოლის ბორდის წევრობა როცა პოლიტიკაში შევიდა და ეს ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებაა ესე თქვა. ხო და ახლა ვთქვი რომ სკოლებში შევიარეთ რა მე მასუს ბათუმიდან ვქნა ჩამოსული და ახლა ბათუმში წავით ჩასული? არა, ბათუმში არ ვიყავით ჩასული, პირიქით ისინი ჩამოვიდნენ რაც ძალიან გაგვიხარდა რა. მაგრამ თვითონ სკოლებში რომ დადიხარ და თან ამას ამხელა იმას მოდელირებას აორგანიზებდა რაღაც ახლა მე ბევრი ვიღაც მეკითხება ხოლმე ნუ ზოგადად მოდელირებაზე მონაწილეობას და დაორგანიზება საერთოდ რა იქნება რომ როგორ ვახერხებ ამდენი მოდელირებაზე სიარულს და პარალელურად თან სწავლას ან ამე ეგეც და შენ როგორ ახერხებ? აუ მაგაზე ხო არ აგებ არა სტრატეგიულად ქონდა გათვლილი დრო ზაფხულში დავიწყეთ მომზადება ზაფხულში გავაკეთეთ ბევრი რამ სპეციალურად არ დადეგები ავირჩიეთ ზუსტად ამ სკოლებში რომ გვეარა რთული წელი ქონდა ძალიან იმიტომ რომ ჩვენ მე-11 კლასს ყველაზე რთული გვაქვს და ანუ ძალიან დატვირთული იყო მაგრამ რავი დრო გამანაწილეთ ბევრი ვიყავით ერთმანეთს ვენდობოდით კაი იყო რა მოხრი კაი გუნდურობა იყო და ახლა თვითონ ზოგადად გაეროს მოდელირებებზე შენ როგორი გამოცდილება გაქვს საქართველოში ან საზღვარგარეთ აი რას შეადარებდი რას გამარჯვებებდი რას შეცვლიდი გაეროს საქართველოში ვარ დამყოფი თორცები ორ გაეროს მოდელირებაზე ქართულზე თუ დელეგატად და საზღვარგარეთ ვარ დამყოფი მინიმუმ 4-ზე ხო თუ ხო 4-ზე ვარ ერთი ეგვიპტე ხო რას გავამჯობესებდი საქართველოში ბევრი რამის გავამჯობესება შეიძლება მოდი აქედან დავიწყოთ ყველა მხრივ და აქედან მინდა შევაყარო ჩემი კრიტიკა ორგანიზებულობა საქართველოში ხშირად არის ანუ მე არ მინახავს ნუ მე რაც ყოფილი ვარ არ ყოფილა ესეთი კომიტეტი რომ რაღაც ერთი თვით ან ნახევარი თვით ადრე ცოდნო და რა ქვეყანა ვარ რას ვაპირებ საერთოდ თემა რა არის background guide რა არის ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე აი ბოლო დღეებში რაღაც 3 დღე გეძლევა რომ რაღაც position paper-ი დაწერო რაც ძალიან რთულია და თან ну გამოდის რომ ის 3 დღე უნდა მაგაში დახარჯო ან რაღაც რა არაორგანიზებულია მაგ მხრივ ხშირ შემთხვევაში გავაკრიტიკებდი დროის მენეჯმენტს თვითონ in committee და outside of committee ანუ in committee დროის მენეჯმენტი ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე რომ დროის ფარგლების დაცვა ზოგჯერ არ არის იმიტომ რომ ნუ გასაგებია ზოგი ახალია ასე შემდეგ მაგრამ მაინც უნდა მივაჩვიოთ ამ წესებს და აი როდესაც გასწდებიან ხოლმე დროს გავაჩეროთ და ასე შემდეგ ეგ ხშირად შემხედრია პლუს unmoderated caucus-ებში არაპროფესიონალური რაღაცების ხდება ხოლმე ჩემი აზრით არა არ დამეთანხმებოდი არა პროფესიონალური რა არა რავი ანუ აი ისეთი ლაპარაკი მიდის ხოლმე რომ თითქოს უკვე დამთავრდა კონფერენციასავით რა ანუ ეს ხო ბრეიკი არ არის ეს არის unmoderated caucus-ი რა მაგის განსხვავება არის ხოლმე აი საერთაშორისოზე ძალიან ემჩნევა რომ unmoderated caucus ბევრად განსხვავებულია არა მარტო არავინ არ გადის ხოლმე ნუ მე რაც გამომიცდია თუ დაზაგული კომიტეტი არავინ არ გადის ხოლმე იმიდან ანუ რაღაცა საკომიტეტო ოთახიდან და გარემოდან არავინ characters ანუ მაინც იმ დელეგაციის როლს თამაშობენ ხოლმე და ეს არ არის ნაქვია შედარებით არაფორმალური სეტინგი არ არის ხოლმე კიდევ ნუ ეს უბრალოდ ისენია რა რაც მინდა რომ იყოს უფრო და მიშონია რომ ბევრი დებატი მოხდეს ისეთ თემებზე რაცაც სუბსტანცია აქვს და არა რაც სიმბოლურია რა ხშირ შემთხვევაში ეგეც ხდება ხოლმე რომ აი ისეთ რაღაცებზე არის ძალიან დიდხნიანი დებატი რაზეც წესით არ უნდა იყოს იმიტომ რომ უბრალოდ სიმბოლურია და ნაკლები დებატი მიდის მე დეტალებზე და რა როგორ გაკეთდება და ასე შემდეგ რა
მე მგონი ცოტა ჰიპოკრიტიას აქვს ადგილი და მე მახსოვს უბრალოდ მანდ ვიყავი რომ ჩვენთან კომიტეტიდან ყოველთვის გავდიოდით ან იმაზე არაფორმალურ დებატისას. ხო და მე იმას რა ქვია კონფერენციებს ხარ ვაკრიტიკებ მაგით მე ვაკრიტიკებ თვითონ დელეგატების მიდგომას ხშირ შემთხვევაში რა კონფერენციებს ახლა ამ კონფერენციაზე ძალიან ისეთი კაცრის შიდაგანაწესი გვაქვს გაკეთებული და რაღაც არაფორმალური რაღაცები არ იქნება მთლად სასარგებლო დელეგატისთვის რომ გააკეთოს რა მაგრამ რავი ანუ არის ეგ პრობლემა ჩემს. ანუ წინაზე მე რო ვიყავი, ერთ ჩვენ გავდიოდით, ეს მახსოვს და ყოველთვის twins ვუჭამდით. ხო და ეგ არის პრობლემა არის, მაგითო ვამბობ მე რომ ეგ უნდა შეიცვალოს. მე ჩვენ კონფერენციაზეც ეგ შევამჩნია სხვა შე. მაგის გარდა ხო და თქვენ კონფერენციაზე ვამბობ რომ თქვენ კონფერენციაზე ეგ იყო და მაგის გარდა მახსოვს ვიღაცა საერთოდ რახმანინოვს უკრავდა. ხო და ცოტა ჰიპოკრიტიას არა მე ჩვენზე ხო არ თქვი რომ ეგ ჩვენს გაკეთებული ქონდა და მე თან უფრო დელეგატებზე არ კონცენტრირებული მაქვს მაგრამ ხო წელს არ იქნება რა წელს ეგ ჩავკეთეთ უფრო ფორმალური იქნება აპენაზე დავკარგე მაგრამ დანარჩენი რავი ძალიან კაი გარემოს მოდელირებები გვაქვს თუმცა ჯიმუნა ყველაზე კაია ჩემი აზრით ჩვენ გარდა endorsement unofficial endorsement ხო რავი და უფრო გირჩევთ თუ სადმე ააპლაიებთ და ააპლაიეთ ისეთ ადგილას სადაც სტუდენტები აორგანიზებენ არ არის მანდ კამერა ანუ აქეთ უნდა ვიყურებოდე მე დააპლაიეთ ისეთ ადგილას სადაც სტუდენტები აორგანიზებენ და სადაც ცოტა გამოცდილი სტუდენტები აორგანიზებენ ნუ ეგ მე ხო მაგრამ ანუ მე ვამბობ რომ დიდებს არ უნდა მივიცეთ ჩემი აზრით ინიციატივა და პლატფორმა ისეთ სფეროში როგორც არის გაეროს მოდელირება რომელიც თავისუფლად შეიძლება მოსწავლეებმა გავაკეთოთ მარტო რამე კარგი მეხსიერება გააქვთ ამ მოდელირებიდან ყველაზე რთული მომენტი რა გქონია ყველაზე სტრატეგიული მანევრირებასაც დაგჭირებია და ასე შემდეგ კი ეს იქნებოდა ალბათ ამსტერდამის მოდელირება ისტორიული კაბინეტი არა ისტორიული კომიტეტი იყო Security Council და ეს იყო რვანდას გენოციდი ვიყავი კენია იდეაში ამერიკის მოკავშირე ნუ ცნობილი არის ეგ და დასავლეთის მოკავშირე ხშირ შემთხვევაში კენია და შუა კონფერენციაზე ნუ თავიდან რვანდა რატომღაც არ იყო და მე სპეციალურად ანუ მე ალბათ მე მგონი სპეციალურად იყო გაკეთებული და მე მოვიდა და დინამიკა სრულად შეიცვალა იმიტომ რომ ძალიან მაგარი დელეგატი იყო და მოგვიწია ანუ აი მე მახსოვს unmoderated caucus-ზე კი არა break-ზე რომ მოლაპარაკებები მიდიოდა და ხალხი საჭმელად არ გადიოდა მაგის გამო და ანუ ოთახში ისეთი რაღაცები ხდებოდა რომ ვეიტო როგორ დროპინოთ თქვენ რა გჭირდებათ ის და ანუ აი თან ყველაზე დაძაბული ანუ მაგ დროს ვიყავი პირველი გაერო იყო ჩემთვის და ძალიან სახალისო იყო მაგ ხრივ და თან ყოველ წუთში ახალი რაღაც აპდეიტი მომდიოდა და მიწევდა ჩემ თან დელეგატებთან ერთად ვინც ასე ზოგიერთი იყო კომიტეტში რაღაცა შეგვეცვალა უცბად რა და ეს სწრაფი დინამიკა იყო ძალიან ისე სტრატეგიასთან დაკავშირებით მეც თან ჩვენთან კომიტეტში რაც ვიყავი მახსოვს რომ ძალიან მაგარი სტრატეგიები რაღაცები განახორციელა კაი სტრატეგიები კაი სტრატეგიები განახორციელა ასე თუ ისე მაგრამ საქმე იმაშია რომ მაინც ახლა შენ სტრატეგიები რო გიყვარს ყველანაირი მოლაპარაკებების ხელის ჩამორთმევის და რაც გინდა ის ესე ჩამოვართვათ თუ გვინდა დომინაციის სიმბოლო ხოდა რამე აი კაი ეს გავიგეთ. კიდე სხვა რჩევებს მისცემდი სხვა დელეგატებს, მაყურებლებს. ან ქართულ პოლიტიკოსებს. არა, ქართულ პოლიტიკოსებს არ მივცემდი რჩევას. ეს ერთი ყველას მივცემდი გარს მოდელირებაზე ვინც გავა იმ მითითებას რომ რჩევას ბოდიში რომ არავინ იცის საერთოდ ვინ ხართ ძირითადად არავინ იცის ყოფილხარ თუ არა გაეროზე აქამდე, ამიტომაც თქვენი ანუ აი ოთახში რომ შედიხარ
შენ როგორ შედიხარ, მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი თუ შედიხარ როგორც აი თითქოს გეკუთვნის ეს და შენ უკვე იმ რაღაც აი ცოტა ქარიზმატული შეიძლება იყოს, მაგრამ შეიძლება საერთოდ არ იყოს ქარიზმატული ადამიანი და უკვე ისე ანუ მოწყობილი კონდეს ანუ აზრობრივად თავი, რომ შენ გაქვს გეგმა ესეთი, რომ ხალხი არ გიცნობს და ყველა შენ გარშემო უნდა მოიდეს. ანუ ეგ არის ალბათ ეგ არის ჩემი აზრით მთავარი რა. არ გიცნობს ხალხი გაეროზე და გაეროზე ძალიან ხშირ შემთხვევაში იმას, ვისაც აქვს ეს გრავიტასი, ის იგებს ხოლმე ძალიან ესე ანუ იგებს ხალხს და შედეგად მე ჯილდოს ბევრს. სტრატეგიულ დონეზე ალბათ ცადეთ რომ თქვენი ხმა ყოველთვის გადამწყვეტი იყოს ან თუ თქვენი ხმა არ არის ისეთი ხმები რომლებიც თქვენზეა დამოკიდებული მაგალითად ჩვენ გქონდა ერთი შემთხვევა ასევე ამსტერდამში იყო ჩემ კომიტეტზე არ იყო ყავდა ერთი დელეგატი რომელმაც ფაქტობრივად აფრიკული ქვეყნების ხმები მოაგროვა თავის კომიტეტში სხვა თემა იყო და ამისი ის ქონდა leverage რასაც ქვია და აი ამერიკას და ასეთ ქვეყნებს ეუბნებოდა რომ კი ბატონო მაგრამ თქვენ გჭირდება უმრავლესობა ეს რომ გავიდეს იმიტომ რომ ეს არის რაღაც security council-შიც გჭირდება მაგრამ ეს არის რაღაც თქვენ მიერ დომინირებული კომიტეტი და თქვენ უნდა ჩემ წესებსაც დაემორჩილოთ ანუ აი ეგ მომენტის ყოველთვის კარგია რომ გქონდეთ მაგრამ ანუ აი ოთახში რომ შედიხარ ისე რომ თითქოს გეკუთვნის უკვე ხალხი ამჩნევს ჩემი აზრით რა ცოტა ამპარტაუნული შეიძლება იყოს მაგრამ რამდენადაც გახდი ამპარტაუნულს რა არ გახადო თვალთ ამპარტაუნული შეგიძლია respectable ადამიანი იყო და ხშირ შემთხვევაში ხალხი უბრალოდ შენკენ მოდის იმიტომ რომ რაღაცა ერთ სიტყვი და მე დანარჩენები ფიქრობენ რომ ნუ ამან იცის და რაღაცა და კითხვას ადამიანი ალბათ თავში არ სვავს მაგ კითხვას რომ რატო უჯერებ იმას უბრალოდ იმიტომ უჯერებ რომ რაღაც კონსოლიდირებული რაღაც დალაგებული ადამიანია და პლუს რაღაც თქვა რაც შეიძლება მოგეწონა და კომბინაცია მოგევის პირველ სიტყვაზე რო თქვი ნამდვილად ჩემჩნეული მაქვს მეც მახსოვს ციურიხში რო ვიყავი მაგან ნამდვილად ერთხელ მქონდა ცდილობა მარტო ეს პირველ სიტყვაზე ძალიან დამუშავებთ რაღაცა რომ ძალიან კარგი მუშაობა საბოლოო ჯამში ნუ კი სუსტი დელეგატები იყვნენ მაინც მაგრამ ნუ იმუშაო და მაგრამ ახლა ბოლოს რო ვიყავ შენთან ერთად გარს მოდელირებაზე ახლა ჩვეულებრივი სიტყვით გამოსვლა ქონდა არაფერი ანუ პირიქით ისეთი თავმოწირულობა დამჭირდა რომ ზედმეტად თავმდაბალი იყავი მაგრამ მაინც საუკეთესო დელეგატი გახდი მან სხვა სტრატეგია იყო და მაგითო ანუ მან არ მქონდა ის სტრატეგია რომ მე უნდა ყოფილიყავი ალიანსის მთავარი პილოტი ანუ მე საყრდენი ვერ ვიქნებოდი როცა ვიყავი ეს იყო ვერსალის კონფერენციის მოდელირება და მე ვიყავი წაგებული მხარეს ანუ ავსტრიის იქ რატო დგას მე რო არ იწერება წამზომია კაი ეს რა მომწოთი იწერება თუ არ იწერება არჩევს ეს მეღადა battery saving იცი რა არის კაი მეორე battery saving კი მე აი ეგ ხდება ეგ მანე ითი შევა რა იწერება რა კაი თავი მან სხვანაირი სტრატეგია მქონდა ანუ მან ის სტრატეგია იყო რომ არ უნდა ყოფილიყავი ალიანსის რაღაც უდიდესი ლიდერი ან რაღაც და ძირითად შემთხვევაში არ გიწევს ხოლმე ისეთ პოზიციაში ყოფნა რომ დანგრეული ქვეყანა ხარ და გეკ ყველაფერს რა ანდა თუ გიწევს ძალიან ისე განსაკუთრებული შემთხვევა და მაგდროს გამოუცდელი დელეგატი ალბათ არ ხარ ვინმე ძალიან რანდომზე თუ არ არის გადანაწილებული და ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ყველაზე გამოუცდელს თუ არ შეხვდა ნუ ცოტა ანუ არ რეალისტურია რა რატო სხვანაირად ვიმოქმედე იმიტომ რომ ავსტრია იყო წაგებული მხარე პირველ მსოფლიო ომში და ვერსალის მოდელირება იყო შესაბამისად ვერანაირად ვერ ვითამაშებდი რაღაც მოგებულის როლს და ერთადერთი მიზანი მანდ რაც მქონდა იყო ჯერ ხმების რაღაც რაოდენობაზე ანუ ჯერ იყო პირველი პლანი რამდენადაც შეგვეძლო ხმების მოგება ბევრი ხმის მოგება რეალურად მოგება და მე პლან B რაზეც გადავედი მე პირადად თანაბარი ხმები ყოფილიყო არ ყოფილიყო თქვენი მხარისთვის ზედმეტად ბევრი ხმა უნდა ყოფილიყო ზუსტად თანაბარი და მე შემეძლო მაქედან გამოვძრომოდი რაღაც მომენტში როგორც მინდა და დადებითად ჩემი ქვეყნისთვის ნუ მაგ შემთხვევაში
ცოტა მესმის, მაგრამ ასევე შენათქვამი გაქვს მასოს ჩემთვის ჩემი ერთ-ერთი კლასელი მომენტი კიდე ნიდერლანდებში წამოსული რომ იმას ძალიან კაი სპიჩი ქონდა, ქარიზმატული. მაგრამ მაინც შემოიგეთ, ხო? თუ ის სხვა კომიტეტში. არა, ის ჩემ კომიტეტში იყო, მაგრამ ეს სპიჩი ბოლოსთვის მოიტოვა და რატომ მოიტოვა ბოლოსთვის მე ცოტა ვერ გავიგე. თან ანუ GA-ისთვის მოიტოვა, როცა უკვე award-ები არჩეული იყო, მაგრამ სპიჩი კარგი იყო, მაგრამ სპიჩი ერთადერთი ხო არ სასწროს მაგას, ანუ შენი პოზიციონირება, როგორი დელეგატი იყავი, როგორ მივდექი საქმეს, ხშირ შემთხვევაში წაგებული დელეგატებიც კი იგებენ ბევრ awards. ისე შენი აზრით როგორ ჯობია GA-ზე, რომ GA იყოს გათვალისწინებული დელეგატის შეფასებისას თუ არა? რანაირად უნდა გაითვალისწინო GA, როცა GA-ზევე უნდა დააჯილდოვა ადამიანი. ანუ სპიჩები, კითხვები. ხო, მაგრამ ანუ ბოლო წამს ხარ წერია, ხარ შეცვლი ბოლო წამს აზრს. არა, ბევრისგან მინახავს ძალიან ბევრი უმეტესობა, მაგას შევბიან. ძალიან ბევრი სხვადასხვა ორგანიზაცია ეგრე შევა და მე ძალიან ბევრი მოშლენა რომ აი კომიტეტში ძალიან ბევრი რაღაც გამიკეთებია უმეტესობა რა. GA-ზე არა რა, მაინც ფიქრობ რომ არა. იმიტომ რომ GA უკვე იმის შედეგია რაც კომიტეტში მოხდა და კომიტეტში უნდა მოвихდინა რამე თუ გინდოდა რომ გეჩვენებინა და GA ცოტა გვიანი მგონია. მაგარია GA და საერთოდ ფიქრობ რომ GA-ზე სპიჩით გამოსვლა ბევრად უფრო მაგარია ვიდრე ჩვეულებრივ კომიტეტზე გამოსვლა, იმიტომ რომ ისეთი ხალხი გიყურებს და თუ კარგი რომელიც აქამდე რომელთანაც აქამდე კონტაქტი არ ქონია და თუ კარგი სპიჩი წარმოთქვი, რამდენადაც ინტროვერტი არ უნდა იყო, ან და რამდენადაც შენ თავში არ დარწმუნებული, მაინც ხალხი შენკენ მოვა და გეტყვის რომ მაგარი სპიჩი იყო, რაღაცა რა ქვია ასე შემდეგ. მაგრამ მაინც ფიქრობ რომ ანუ აი კომიტეტში რო აკეთებ საქმეს, ეგ არის რაზეც უნდა დაჯილდოვდე მაინც. და ზოგადად ასევე მაგალითად პეტრესთან მქონდა იგივე კითხვა და ჩვენთანაც მაინტერესებს შენი აზრი ამაზე, რომ ანუ ისეთი სიტუაცია როცა არის, რომ ანუ ხელმძღვანელი ხო ფაქტობრივად ანუ ხელმძღვანელი აფასებს ხო საუკეთესო დელეგატს და შეიძლება ხელმძღვანელი თვლიდეს ძალიან დიპლომატიური ხარ შეიძლება თვლიდეს რომ ზედ არა როგორ უნდა გაარკვიო ხელმძღვანელს რა უნდა თუ პირდაპირ იმას უნდა თუ უნდა დავიზო საერთოდ არა ალბათ უნდა დავიზნო რავი თუ მოგებისთვის ხარ მისული ალბათ უნდა დავიზნო იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვანაირი კონფერენცია არის და ალბათ უნდა ისეთ კონფერენციაზე წახვიდე სადაც იცი ძალიან ძნელია ეგრე არა ისეთ კონფერენციაზე წახვიდე სადაც იცი დამოკიდებულება ძირითადად ჩერებს როგორი აქვს აი ამერიკაში სადაც ვიყავით ჩვენ ძალიან ზედმეტად ინკლუზიური გარემო იყო აი ძალიან ინკლუზიური აი იმდენად ინკლუზიური რომ ხალხი გამოდიოდა უბრალოდ ისეთი სპიჩებით რომლებითაც ჩვენთან ვერ გამოვიდოდნენ და ვერც მეგონი ვერც ერთ ქართულ გაეროზე უბრალოდ გაგდებულები იქნებოდნენ რა ანუ იმდენად ცუდი სიტუაცია იყო მაგრამ ზედმეტად ყველა პრობლემას ჭრიდა და ყველა მიმღები იყო თვითონაც ჩერები ზუსტად ასე მაგრამ ამსტერდამში აღმოჩნდა და ეგვიპტეშიც აღმოჩნდა რომ ჩერები იყვნენ და თვითონ კონფერენცია ჰქონდა ბევრად უფრო დაძაბული ხასიათი და ბევრად უფრო დებატზე ორიენტირებული და ჩერები დებატში ვინც იყო მაგარი მაგას აძლევდნენ ხოლმე სულ ჯილდოს ანუ კონფერენციის ხასიათზე დამოკიდებული მაგრამ შენ ვერასდროს ვერ გათვლი რა თუ იცი ვინ არის შენი ჩერი და იცი ხასიათი და ასე შემდეგ კი ბატონო მაგრამ აი არ მგონია რომ შეგეძლოს ესე წინასწარ გარკვევა პირველ დღეს რომ გატესტო და მე რომ შეცვალო სტრატეგია შუა ამის დროს რავი შენ რას ფიქრობ მაგასთან დაკავშირებით მე ახლა ჩემთვის რთული ამბავია იმის გამო რომ ძალიან ბევრი ყოფილი რომ ერთ კომიტეტში ვთქვამთ რომ ასე ასაჭირო მე კომიტეტში ვთქვამთ სულ სხვა იმიტომ დამოკიდებულებაა სულ სხვა განსაკუთრებით პირველად როცა დავიწყე მოდელებში მონაწილეობის მიღება რადგან მეგონა რომ ყველგან იყო ერთი ნორმა ყველგან ერთ ნორმას მიყვებოდნენ იქ ესე ასაჭირო აქ ესე ასაჭირო აქაც ასე ასაჭირო და ამის რეალურად ყველგან პირიქით არის და ასევე თავარი პრობლემა რასაც წავწყდი არის რომ ძალიან ხშირი არის ნეპოტიზმიც ხო ეს საქართველოში ეს გამოიწყო ხსენებიან საქართველოს გაეროებში არ მეგონა მე თავიდან მეგონა რომ იყო ეს ტყუილი და რომ ვინც აგებდა ამბობდა რომ ნეპოტიზმი და რაღაცა და მე ვიმონაწილეობდი და რეალურად დავინახე რომ მე მგონი მართლა არის ნეპოტიზმი რასაც ალექსანდრეს ეხლა ვუადვენდობი რასაც ალექსანდრეს ვუადვენდობი ხო და ბარემ ამ ერთ კითხვასაც დავსვამ უნივერსალური კითხვა რაც გქონდა კი ბატონო შემოვაგდებ აი თუ არ გახსოვთ მაინც გავამეორებ რომ აი ხართ პატარა სახელმწიფო რაღაცა და უცებ დიდი სახელმწიფო რომელსაც გაეროში ვეწოს დადებს თავს დაგესხა
და ასეთი დილემის წინაშე გახარ რომ შენ შეგიძლია რომ ან საერთაშორისო ნორმებს მიყვებ და რისკის ქვეშ ჩააყენო შენი ქვეყანა, ანუ ან გადარჩებიან არა. ან დაარღვიო საერთაშორისო ნორმები, რომ ომში უპირატესობა მოიპოვო შენი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. კარგი. საერთაშორისო ნორმებში შენ რას გვილის ხომ? მაგალითად, გაზის გამოყენება არ შეიძლება, დრონის გამოყენებაც წესით არ შეიძლება. დრონის გამოყენება არ შეიძლება. ძალიან დიდი ხანი არ შეიძლება, მე მგონი ახალც არ შეიძლება. მე კიდე რამოდენიმე სხვადასხვა შესაძლებელია ეგ კონტექსტი. ხოლო შორის სერიოზული პუნქტი რაც შეგვიძლია ვისაუბროთ. ჩემი აზრით დღესაც კი შესაძლებელია ჟენევას ესენი შეთანხმებები და ახალი პუნქტებია დასამატებელი, ზოგი გასაუბრებელი, ზოგი შესაძლებელი, იმიტომ რომ ფრონტის დინამიკა სრულად შეცვლილია, აღარაფერი ფრონტი აღარანაირად აღარ გავს იმას, რაც წადრიგავდა. პატარა ქვეყანა თუ არ საერთაშორისო ნორმების დარღვევა ინტერნეტისკენ რაღაცა არის, რომ რა თქმა უნდა არ მგონია რომ რაღაცა უკიდურესი ის შეგვეთქვას, მაგრამ მე რომ ვიყო თუნდაც ერაყი, ხო? პატარა არ არის, მაგრამ რაღაც მას პატარა რო ყოფილიყო ერაყი და დაერღვია რამე მე ისეთი არგუმენტები გაუჩნდებოდათ მტრებს, რომლებიც აქამდე არ ერთვებოდნენ ომში, რომ შეეძლოთ ომში ჩართვა. მაგრამ არ ვიცი, ალბათ კონტექსტს გააჩნია. კონტექსტის შემთხვევაში, შემიძლია მოგაწოდო რამოდენიმე. კი ბატონო, კონტექსტი, მაგალითად, ახლა პირველი მახსენდება საბჭოთა კავშირის შეჭრა ავღანეთში. ავღანეთში. ხო. ავღანეთი თუ არ რას გავაკეთებ, რა თქმა უნდა, ავღანური მენტალიტეტიდან და ავღანური იმიდან გამომდინარე, რაც ყოველთვის იყო შევინარჩუნოთ ავღანეთი, ბრიტანეთის თუნდაც ბრიტანელები რო შეიჭრნენ მაგდროიდანვე მათამდეც, ხო? მანდამდეც. ალბათ ყველაფერს ვიზავდი რომ შევინარჩუნოთ ჩემი დამოუკიდებლობა. ანუ დარღვევდი საერთაშორისო ნორმებსაც და არა, ყველაფერს ვიზავდი რაც საჭირო იქნებოდა. ხო, ლოგიკურია ხა. არასაჭიროს არაფერს არ გავაკეთებდა ადამიანი. ისე ნაციონალიზმი საჭიროა ქვეყანაში ზოგადად, ეს ქვეყანაში პატრიოტ ქვეყნებში. რაღაც დოზით კი. ნაციონალიზმის გარეშე არ წარმომიდგენია რომ პატარა ქვეყანას შეეძლოს დიდი ხანი იდეოლოგიურად გაძლება ისეთ მტრებს შორის, რომლებიც ყოველჯერზე გეუბნებიან რომ ქვეყანა არ ახარ, შენ ჩვენი ნაწილი ხარ. ბუნებრივი დაპირისპირება მაგის არის, რომ კი ჩვენ ქვეყანა ვართ და ჩვენ ვამაყობთ ამ ქვეყნით და ნაციონალიზმი ეგ არის რა ჩემი აზრით. ნაციონალიზმი არ არის ყოველთვის ცუდი რა. დროშიც ცოტა ვისაუბრთ ვიწურებით უკვე და ბოლოს გადავხეთ, აი ფურცელი მიდევს. სხვა შორის ახლა აქვს საკმაოდ ცუდი სახელი ნაციონალიზმს როგორც ასეთი მსოფლიოში, იმიტომ რომ პოპულისტური მოძრაობები საღდებიან როგორც ნაციონალისტურები და შე შემთხვევაში, ანუ არ არის ეს აღიარება, მარგრეტ თეტჩერი იყო ნაციონალისტი და არა, რავი, ნიშელ ფარაჟის ნაციონალიზმი ბევრად ნაკლებია ვიდრე მარგრეტ თეტჩერის ნაციონალიზმი და მარგრეტ თეტჩერი ბევრად მაგარი ადამიანია ვიდრე ისა ნიშელ ფარაჟი. იყო. მაგალითად თეტჩერს ბელგიისთვის ხალხი ქვეყანა მაინც არ დაუსახია. ხო ის იყო გამოსული ფარენგი და თქვა რომ ხალხი ქვეყანა არის შექმნით ფრანგების გასაბრალზე გვარდო. ერთ ადამიანს ვიცნობ ვინც მაგას დაეთანხმება. ხო, მოკლედ აქ არის კითხვები რამოდენიმე მაყურებლებს რაც ჰქონდათ და პარამ ამასაც დავსვამ. ეს იგი პირველი. რა იყო შენთვის ყველაზე საყვარელი და საინტერესო პოლიტიკური ღონისძიება? პოლიტიკური ღონისძიებაში რა იგულისხმება ეს გაეროს მოდელირებებიც? ალბათ. ყველაზე საყვარელი მაინც აი უბრუნდები ეგვიპტე რა. დაუბრუნდები ეგვიპტეს, იმიტომ რომ ეგვიპტეში გვიმასპინძლეს, ეგვიპტეში გქონდა სერიოზული დებატი, ეგვიპტეში გქონდა ძალიან მაღალი დონის გაეროა და ძალიან ისე კარგად დაგვამახსოვრეს თავი. კარგი. შემდეგი. რა ესაქმება საქართველოს მორალურად და ცნებურად გარწმუნებულ ევროპაში? იცი, ძალიან საინტერესო კითხვაა სხვათა შორის, აქტუალური ძალიან და ვიტყოდი რომ იმის მიუხედავად რომ აშკარად რაღაცები შეიძლება არ იყოს დღეს სწორი ევროპაში
და განსაკუთრებით ვთქვათ დიდ ბრიტანეთში რაც ხდება დაჭერებთან დაკავშირებით, ევროკავშირში ნაკლებად, მაგრამ არის ხოლმე ხშირი შემთხვევები, რაღაც ისეთი რაღაცების, რაც წესით არ უნდა ხდებოდეს ხოლმე, გადამეტებულია, არასწორი იმიგრაციის პოლიტიკა შეიძლება დავაბრალოთ, ასე შემდეგ. და მე ვეთანხმები მაგას, რომ არასწორი იმიგრაციის პოლიტიკა მქონდა ევროპას ძალიან დიდი ხანია და ეს მერკელის ბრალია და მერკელი ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრობლემა იყო ამის და არა დღევანდელი პოლიტიკოსები, რომლებსაც უბრალოდ მაგ დიდი მოძრაობის შედეგები დაუდგა წინ. რეალურად ევროპას ეს პრობლემები აქვს, მაგრამ შეუძლია და აქვს უნარი ინსტიტუციური, აქვს უნარი რესურსების მხრივ, აქვს უნარი ისტორიის მხრივ, აქვს უნარი კულტურის მხრივ, ყველა მიმართულებით, რომ ეს აღმოხრას, რომ პრობლემებზე ისაუბროს, რომ ევროკავშირმა რაღაც მომენტში შეიძლება შეიცვალოს მართველი ესე ვთქვათ კოალიცია და რაღაცები შეიძლება მოყვეს ცვლილებები და ერთადერთი ადგილი სადაც ეს ხდება, ანუ ცვლილებები, რეალური ცვლილებები ძალადობის გარეშე, ძირითადად არის ევროპა. მაგალითად ახლა ვესაუბრებოდი ერთ ჩემ მეგობარს ცოტა ხნის წინ და აღნიშნა რომ საფრანგეთში აპირებენ ეს რა ქვია სტრაიკის გამოცხადებას ან პროტესტის ბოიკოტის მომუშავეები აპირებენ რომ რა ქვია ქართულად სტრაიკს შეწყვეტენ მუშაობები ასე ვთქვათ. შეწყვეტენ მუშაობა, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრმა ცუდი გამოსვლის ესა სიტყვა გააკეთა და ცუდ რაღაცები ელაპარაკა დღევანდელ უფლებებზე. ანუ ეს სხვაგან არ წარმომიდგენია რომ ხდებოდეს და რეალურად ეს აზრი რომ გარყვნილია ევროპა და რაღაც ცოტა უცნაურია პლუს იმის ფონზე რომ აღმოსავლეთ ევროპაში არანაირად არ არის ლეგალური ეს გეი ქორწინება და ასე შემდეგ მოდი არ შევეხები ხო და ნუ რავი რა ერთადერთი ადგილი სადაც ცვლილებას ვხედავ არის ევროპაში და რატომ სხვა სისტემა და სხვა წყობა, როდესაც ევროპა იცავს, როდესაც ევროპას შეუძლია საბოლოოდ ინსტიტუციურად იმის დაცვა, რაც გვინდა ყოველთვის და როდესაც რისკენას ყოველთვის მივდიოდით. ნუ სულხან საბა რავი. მე მგონი ზუსტად ძალიან კარგი თემა არის. ქართული ხალხი ამას მოისმენს, აი ამ სიტყვებს. კომენტარები უკვე შემოდის. უკვე. ხო, და მგონი ძალიან კარგი თემა არის, დასასრულებლად, კარგი good ending. მოკლედ, დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. და ასევე მოუწოდებ მაყურებლებს, თუ გინდათ რომ თქვენს ასე კითხვები დასვათ, ან თვალი ადევნოთ ჩვენს პოდკასტს, გამოიწეროთ სხვა გვერდები რაც გვაქვს, Instagram-ი, Facebook-ი და ნუ დაასაბსკრაიბეთ რა თქმა უნდა, გაიქნება და გაიქებათ. მეგობრებო, ასევე გაეროს მოდელირების გამოცდა თუ გინდათ, მოგბრძანდით ჩვენთან ღია უფასო ყველაფერი ხალხმა არის და. გაიქნება. დაგიმშვიდობებით. ნახვამდის.